კი ბატონო, აი თქვენ რას დაამატებდით დათო? მე დავამატებდი რომ გარდა იმ ასე ვთქვათ მონაცემებისა, ფაქტობრივი მოცემულობებისა და არგუმენტებისა, რომელიც რეალურად ეხლა დღეს შეხვედრაზე წარმოჩინდება გაცილებით სიღრმისეულად, რაც მიგვიყვანს საზოგადოებას იმ დასკვნამდე რომ რეალურად ომის ვარა შესაძლებლობა არის ძალიან დაბალი და თითქმის ნულოვანი. ჩვენ მინდა რომ თქვათ რომ ეს არის წმინდა პროპაგანდისტული მესიჯი, რომელთაც ხალხს აშინებენ და ამ მისთვის ძალიან სენსიტიური ინსტინქტურადაც, ანუ ინსტინქტურად ადამიანი პირველ რიგში თავის უსაფრთხოებაზე ფიქრობს. ეს არის მისი ევოლუციური ინსტინქტი და მეორე ის რომ ჩვენთვის არის ეს ძალიან ტრამვული გამოცდილება სულ ახალი 90-იანი წლები და 2008 წელი. ხო, ანუ აი მეორე ასპექტი არის სწორედ ეს, რომ ანუ აი ეს ასპექტი, ანუ ეს განზომილება დავანახოთ, რომ რეალურად რატო აკეთებენ ამას, რატომ არის ეს ასე ხელსაყრელი რეჟიმისთვის და განსაკუთრებით ეხლა როდესაც აი უზურპატორების აი ამ მასში არიან, რა ქვია, სტატუსი შეიძინეს, რატომ არის მათთვის ესე ხელსაყრელი ეს ომის თემა, ხო? ანუ როგორ რატომ ცდილობენ ესე манипуლირებას. და თქვენ ახლა გაამახვილეთ ყურადღება, ხო, ემოციაზე და ანუ ამ ტრამბულ გამოცდილებაზე და ამას აქვს ასევე მართლობითი განზომილებაც. იმიტომ რეალურად ჩვენ ეს ფაქტობრივი მონაცემები, ხო, ანუ ყავს შეიარაღებული ძალები, სუსიც ყავს, მთელი რიგი ინსტრუმენტები და ესე რა ქვია, სტრუქტურები ყავს, რომლებიც რეალურად საზოგადოებას უნდა აწვდიდნენ, თუ ომი მართლა საშიშროება არის მაღალი და ასე შემდეგ, რატომ არის ეს ყველაფერი ნათელი უნდა იყოს. ეხლა ჩვენ ქუჩაში არ უნდა გვიწევდეს სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა აქტიური წევრი პატაციკოლიას მაგალითად ადამიანების ინიციატივების ასე ვთქვათ მხარდამხარ ქუჩაში დგომა და პროტესტანტებთან ლაპარაკი არ უნდა გვიწევდეს. ეს ყველაფერი ნათელი უნდა იყოს და ძალიან დეტალური მსჯელობები უნდა მინდიოდეს, ხო? ანუ ეს სახელმწიფო ამ ხრივ უბრალოდ არ არსებობს. ეს პირველი რაც უნდა გავაგებინოთ, რომ ანუ ეს ძალა, ეს პოლიტიკური ძალა სახელმწიფოს ახშობს და სახელმწიფო ვერ გველაპარაკება ჩვენ ვერანაირი არგუმენტებით, რა? ხო, ეს ერთი ამბავი და მეორე ამბავი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესი არ არსებობს ასევე. აი ეს კიდე მეორე ამბავია, სადაც ძალიან დიდი ტკივილია ჩვენი საზოგადოების, რომ პოლიტიკური ველი, ანუ პოლიტიკური სპექტრი მთლიანობაში ვერ უზრუნველყოფს კომპეტენტურ რეაგირებას ამ პროპაგანდაზე და აგვიანებს ძალიან სერიოზულად, როგორც წინასაარჩევნო, ასევე პოსტ-არჩევნების პერიოდში. ძალიან სერიოზულად აგვიანებს. და რა თქმა უნდა, ახლა ანუ მედიის ამბავით შემოდის აქ და მედია რაღაცნაირად სულ რეაგირებაში არის, იმიტომ რომ ანუ დღის განმავლობაში ისეთი რაღაცები ხდება და იმდენი რაღაცები ხდება, ეს წვრილ რაღაცები, ხო? რომ ანუ მედიაც ვერ უბავს ამას ფეხს, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესის ფოკუსი სხვაგან არის რაღაცნაირად. რომ ამ პროპაგანდის დაძლევა სათანადოდ ვერ მოხდა, ხო? ვერც იმ ადამიანების ჩართულობით მოხდა, ვისაც რეალურად ეთქმის რაღაცა და მართლა კომპეტენცია გააჩნია და სიღრმისეული ცოდნა და ანალიზი შეუძლია წამოიღო. ანუ პოლიტიკური სპექტრის ფოკუსი სხვაგან არის. პოლიტიკურ თამაშებში არის. რაღაც ინტერპარტიულ, ინტერკოალიციურ რაღაცა თამაშებში არის. ანუ ეს საზოგადოება ამას გრძნობს. ამიტომაც არის ესეთი ძალიან დიდი შიმშილი. და ეს შიმშილი არის არა მხოლოდ აი ამ საპროტესტო ნაწილში საზოგადოების, რომელიც ახლა აი ამ უზურპატორ ხელისუფლებას ებრძვის. არამედ ეს შიმშილი ასევე არის, ანუ ასე ვთქვათ, არაპარტიულ აქტიურს გულისხმობ ახლა, მაგრამ ანუ ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ არსებულ რაღაცა მხარდამჭერთა, რაღაცა ოცნების მხარდამჭერებს, რომლებთა ემოციაზეც გადიან. იმიტომ რომ ჩვენს ემოციაზე ხა ქუჩაში ვინც დგას, იმათ ემოციაზე უკვე ვეღარ გადიან ესენი. ხო, ამათ უბრალოდ ჭირდებათ კარგი არგუმენტები და ჩვენ ვესწრებით დღეს ავხჭუროთ ისინი კარგი არგუმენტებით, რომ პროპაგანდას რო წააწყდებიან, ტროლი იქნება, ბოტი იქნება, ვიღაცა იქნება. აი ამ არგუმენტებით იქნება გაცილებული. აი მაგალითად აი ხა დავინახე, რომ არ ვიცი, ეს პროვოკატორი იყო შემოსული, არ ვიცი, არ იყო პროვოკატორი, უბრალოდ განსხვავებული მოსაზრების მქონე, ძლიერი პოზიციის, ძლიერი კი არა, ანუ დარწმუნებული იყო თავის თავში, ზუსტად ამ კითხვებს სვამდა იქ, ანუ შევესწარი და შევესწარი რუსთაველზე და იქ აქტიური პროტესტანტები მოკლედ ამ თემებს უხსნიდნენ და ეს ხო მე ვხვდები რომ ეს ძალიან საინტერესო ეს არგუმენტები, ანუ ის კი არა რომ მარტო თვითონ დაიჯერეს, არა მათ არგუმენტი ქონდეს. კი, ძლიერი არგუმენტი ქონდეს, რომ აი ამ დისკუსიაში თამამად შეძლოს შესვლა, იმიტომ რომ ფაქტობრივი მონაცემები ქონდეს და მას გაუჩნდეს საზომის სად როგორ გაზომოს თითოეული განცხადება. ეს ახლა იგივე დისფეიტის თემასაც ეხება, იმასაც ეხება, ანუ რაღაცა გაუგებარი მოცემულობები, ომის პარტია თუ ომი გინდა და ასე შემდეგ, როგორ გადაამოწმოს ეს ამბავი, რა მონაცემები ჭირდება.
ხდება, სად არის ეს ფაქტები, როგორ ეძებოდა? ეს მართლაც არ არის რაღაცა განსაკუთრებულად რთულად საკვლევი ფაქტები რა. ხო? თუ მოინდომებს ადამიანი ამას გააკეთებს. ანუ ამ არგუმენტით თუ ხარ აღჭურვილი, გაცილებით ძლიერი ხარ. ასევე ის ოცნების მხარდამჭერი, რომელიც ანუ ასევე არფლობს ამ არგუმენტებს და უბრალოდ იჯერებს, ემოციაში შედის და ანუ ეს რაღაცა თავის ტყავზე განიცდის აი ამ ემოციას და ვეღარ გადი ირაციონალურ შიში შედის და შიში არის ძალიან რთული მოცემულობა, საბაზისო ემოცია ჩვენი. ანუ იქ იკეტება მე ამ ჩაკეტილ ემოციურ ციკლში. ესეთი არგუმენტები მოიყვანა, რომელიც ზოგადად თვალს ვერ დახუჭავ რა. ანუ ეს მდგომარეობას თუ თორაც აღწერეთ, რომ ანუ მივდივარ და ვიჩეხები და ვეჯახები და გავრბივარ სულ და ამ შიშის რეზერვს ძალიან დამღლელი, ამას უამრავ უდიდეს სტრესი მოაქვს და სტრესი მიაქვს ენერგია. ცხოვრების ხარისხი ვარდება ძალიან დაბლა. ანუ ამიტომ ის ოცნების ხარდამჭერებიც, რომლებიც აი ამის შიში არიან, რეალურად იმათაც შეიძლება გაუცნობიერებელთ, მაგრამ შიმშილი აქვს რაღაც არგუმენტი, რომელიც მათ შინაგანად დაამშვიდებს. თან თავარი აბსოლუტურად, ანუ აი ეს მე ამას ვხედავ ეხა აი ამ მთლიანი საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პროცესის ფარგლებში, ანუ საზოგადოება ეხა ხდება კომპეტენტური, ერკვევა პოლიტიკაში, პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელი ხდება საზოგადოება, ეს ყალიბდება. რა ფაქტია ვხედავთ, რომ მთავარი მოთამაშე პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის ამბავში არის ეხა ხალხი, საზოგადოება. ეს დეცენტრალიზებული, თვითორგანიზებული რაღაცა ჯგუფები, რომლებიც იწყებენ ისეთ თემებზე მსჯელობას, ანუ ხო აი ახსენეთ, აი მაგდა მამუკაშვილი, სხვადასხვა ინფლუენსერები არიან, პაატა ციკოლია არის, აი სხვადასხვა ადამიანები არიან, ლაშიძე მისაშვილი. აი ეს კიდე ექსპერტიზა კიდე ცალკეა, ხო, მაგრამ ადამიანები კულტურის სფეროს წარმოადგენენ, უბრალოდ სხვადასხვა სფეროები და ამ თემებზე იწყებენ საუბარს. ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი. და ეს ახალ შედეგებამდე, ანუ ახალ რეალობამდე გავყავართ. ანუ საზოგადოება ხდება პოლიტიკურად აქტიური და ყველა ის თემა, რომელიც ანუ პოლიტიკურ დღის წესრიგში არის მწვავე თემა, ამათვის ხდება საინტერესო და მნიშვნელოვანი. ეს გვიხსნის ჩვენ ანუ სიღრმისეული ცოდნის მქონე ადამიანებს და გამოცდილების მქონე ადამიანებს სივრცეს და გასახანს, რომ შემოვიტანოთ უკვე რეალურად ანუ მრავალმხრივი ანალიზი და შემოვიტანოთ აქტიური დისკუსია და ამ პროპაგანდას უკვე ერთიანი ფრონტით, ერთიანი ძალისხმევით რაღაცნაირად გაუმკლავდეთ. ამას თუ დაეწევა პოლიტიკური პროცესი, რომელიც აუცილებელია და დარწმუნებული ვარ, ეს მაქამდეც მივა, ხო? ანუ რაღაცა პოლიტიკური ცენტრირება მოხდება, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ ამ რეჟიმს ვერ მოვიშორეთ, ეს უბრალოდ გააგრძელებს ამ პროპაგანდის ეხლა deep state არის, მე იქ ვიღაცა რაღაც ახალ ტერმინს შემოიტანს და ასე შემდეგ. ამას უბრალოდ ესენი გააგრძელებენ, იმიტომ რომ ხო, კი ბატონო, შეიძლება უცხოპანეტელებამდეც მივიდეთ. ანუ მაგის მეტი რა არის? და ის შეშინებული ადამიანი მაგასაც დაიჯერებს, ხო, საბოლოოდ.